ყველაზე საშინელი რამ, რასაც ოდესმე აღმოაჩენ, არის ის, რომ შენ ერთი ადამიანი არ ხარ, შენ ორი ხარ. და მიზეზი, რის გამოც გამუდმებით დაღლილი ხარ, რის გამოც ფული არ გაქვს, რის გამოც მუდმივ შფოთვაში ცხოვრობ, არის ის, რომ შენი ეს ორი ვერსია ამჟამად სასიკვდილო ბრძოლაშია ჩაბმული შენს გონებაზე კონტროლის მოსაპოვებლად. გგონია, რომ სამყაროს ებრძვი. ფიქრობ, რომ ეკონომიკა, ქვეყანაში არსებული სიტუაცია, ალგორითმი, შენი უფროსი ან შენი ყოფილია იმის მიზეზი, რომ ერთ ადგილას ხარ გაჭედილი. შენ საკუთარ თავს ატყუებ. დღეს რომ ყველა გარე დაბრკოლება მოგაშორონ, მოგცენ ფული, დრო და რესურსები, მაინც იპოვიდი გზას ამ ყველაფრის გასანადგურებლად. იმიტომ რომ მტერი გარეთ არ არის. მტერი სარკეშია. არის შენი ერთი ვერსია, რომელსაც იმპერიის აშენება სურს, და არის შენი მეორე ვერსია, რომელსაც სურს ყველაფერი გადაწვას, მხოლოდ იმიტომ რომ ცეცხლის სითბო იგრძნოს. შენ ეს გიგრძნია. იმ წამს, როცა გადაწყვეტ რომ ცხოვრება შეცვალო, მეორე ხმა იღვიძებს, ის ჩურჩულებს, ის გაცდუნებს, ის გარწმუნებს, რომ ცოტა კიდევ დაიძინო, გამოტოვო ვარჯიში, გააგზავნო ის მესიჯი, რომელიც არ უნდა გაგეგზავნა და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ პროგრესს ზუსტად მაშინ, როცა გარღვევის პირას ხარ. ეს სიზარმაცე არ არის. ეს мотиваციის ნაკლებობა არ არის. ეს არის აქტიური, ბოროტი ძალა, რომელიც შენს ნერვულ სისტემაში ცხოვრობს. უძველესი ხალხები მას დემონს ეძახდნენ. სტივენ პრესფილდი მას წინააღმდეგობას უწოდებს. იუნგმა მას ჩრდილი დაარქვა. რაც არ უნდა დაარქვა გქვა, გაიაზრე ერთი რამ. მას შენი სიკვდილი სურს. არა ფიზიკური სიკვდილი, ეგ ზედმეტად მარტივი იქნებოდა. მას შენი სულიერი სიკვდილი სურს. მას უნდა რომ იყო საშუალო, მას უნდა რომ იყო ჩუმი. დღეს ჩვენ ამ მოღალატეს ფარდას ავხდით. შევხედავთ ფსიქოლოგიურ ომს, რომელიც შენი თავის ქალაში მიმდინარეობს და მე გაჩვენებ, როგორ მოიგო ერთადერთი ომი, რომელსაც რეალურად აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ თუ ამ ბრძოლას წააგებ, სხვა რასაც არ უნდა მიაღწიო, არაფერი იქნება მუდმივი. მაგრამ თუ მას მოიგებ, შენ იგებ ყველაფერს. ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას საკუთარი ფსიქოლოგიის მძევლად ატარებს. ისინი კვდებიან ისე, რომ არასოდეს ხვდებიან იმ ადამიანს, რომელსაც ქცევაც შეეძლოთ. ნუ იქნები ერთ-ერთი მათგანი. მაშასე, დავიწყოთ. ფაზა პირველი. გაყოფილი სახლი. მტრის დასამარცხებლად ბრძოლის ველი უნდა შეისწავლო და ბრძოლის ველი შენივე იდენტობაა. ზიგმუნდ ფროიდმა მოგცა რუკა, მაგრამ ის ზედმეტად ზრდილობიანი იყო ამ თემასთან მიმართებაში. ის საუბრობდა აიდიზე, ეგოზე და სუპერეგოზე. მოდი გვერდზე გადავდოთ აკადემიური ენა და შევხედოთ იმ სასტიკ რეალობას, რაც შენს შიგნით ახლა ხდება. შენ ხარ გაყოფილი სახლი. შენს თავში სამი განსხვავებული სუბიექტი იბრძვის შენი ცხოვრების საჭესთან დასაჯდომად. პირველი, ეს არის მხეცი. ეს არის შენი ბიოლოგია, შენი აიდი. ის მილიონობით წლისაა. მას არ ადარდებს შენი მომავალი, მას არ ადარდებს შენი მემკვიდრეობა. მას ადარდებს მხოლოდ სამი რამ: უსაფრთხოება, სიამოვნება და ენერგიის დაზოგვა. მხეცს უნდა რომ ჭამო შაქარი. მას უნდა რომ უყურო პორნოგრაფიას. მას უნდა რომ საწოლში დარჩე და იზარმაცო. როცა გძნობ იმ დაუძლებელ მაგნიტურ მიზიდულობას პროკრასტინაციისკენ, ანუ გაჭიანურებისკენ, ეგ შენ არ ხარ. ეგ მხეცია, რომელმაც შენი მოტორული ფუნქციები გაიტაცა. ეს არის გადარჩენის მექანიზმი, რომელიც თანამედროვე სამყაროში გაფუჭდა, მოიშალა. ის მძიმე შრომას აღიქვამს როგორც საფრთხეს თავისი კალორიების რეზერვისთვის. ის სოციალურ რისკს აღიქვამს როგორც საფრთხეს გადარჩენისთვის. ის პრიმიტიულია, ძლიერია და დაუნდობელია. მეორე არის მსაჯული. ეს არის სუპერეგო. შენი მამის, შენი მასწავლებლების, საზოგადოების ხმა. ეს არის შენი ის ნაწილი, რომელიც კივის, როცა რაღაცას აფუჭებ. ის დანაშაულის გზნობას იარაღად იყენებს. გეუბნება, რომ არარაობა ხარ, რომ სხვებს ჩამორჩები, რომ უნდა გცხვენოდეს. მამაკაცების უმეტესობას გონია, რომ საჯული მათი მეგობარია, რადგან ის მათ წინ ერეკება. ის არ არის შენი მეგობარი. ის ტირანია. გაპარალიზებს პერფექციონიზმით. გეუბნება, თუ არ შეგიძლია ამის იდეალურად გაკეთება, საერთოდ ნუ გააკეთებ. მსაჯული არის მიზეზი, რის გამოც იღინები ერთ ადგილას. მესამე არის მძევალი. მხეცისა და მსაჯულის შემდეგ შუაში გამომწყვდეული ხარ შენ, მძევალი. შენ ხარ ის, ვინც ყოველდილით დალურჯებული და ნაცემი იღვიძებს და ცდილობთ ნავიგაციას მხეცსა, რომელსაც შენი დოფამინით გაბრუება სურს, და მსაჯულს შორის, რომელსაც შენი სიკვდილით დასჯა სურს სიზარმაცის გამო. ეს შინაგანი სამოქალაქო ომი არის ის, რაც გფითავს. დაღლილი ხარ არა იმიტომ, რომ ბევრი იმუშავე, არამედ იმიტომ, რომ 12 საათი გაატარე საკუთარ თავთან ბრძოლაში. მთელი შენი ენერგია დახარჯე საკუთარ თავში არსებულ ტერორისტებთან მოლაპარაკებაში.
მხოლოდ 5 წუთიც. ორშაბათიდან დავიწყებ. მე ვინ ვარ, რომ ეს ვცადო? შეწყვიტე მოლაპარაკება. ტერორისტთან ლოგიკით ვერ ისაუბრებ. მხეცთან ლოგიკას ვერ გამოიყენებ, რადგან ის ლოგიკის ენაზე არ საუბრობს. ის შეგრძნებების ენაზე საუბრობს. და შენ ვერ დააკმაყოფილებ მსაჯულს, რადგან მისი სტანდარტები მიუღწეველია. ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფო გადატრიალება. ანუ შენ უნდა შეწყვიტო მძევლად ყოფნა და გახდეს საკუთარი შინაგანი სახელმწიფოს დიქტატორი. დიქტატორი იმპულსებთან არ ვაჭრობს, ის ანადგურებს მათ. როცა მხეცი ამბობს, დავიღალე, დიქტატორი პასუხობს, უმნიშვნელოა. როცა მსაჯული ამბობს, შენ ზად არ ხარ, დიქტატორი პასუხობს, სიჩუმე. შენ უნდა მოახდინო შენი იდენტობის დისოციაცია ამ ხმებისგან. შენ არ ხარ ის ხმა, რომელსაც დანებება სურს. შენ ხარ ის, ვინც ამ ხმას უსმენს. იმ წამს, როცა გააცნობიერებ, რომ დანებების სურვილი მხოლოდ ფიზიოლოგიური შეგრძნებაა, ქიმიური ტალღა, რომელიც შენს ხელში გადის, შენ მას ძალას არ თმევ. დააკვირდი, როგორ იზრდება ეს სურვილი. დაარქვი მას სახელი. აი გამოჩნდა მხეცი. და შემდეგ მაინც გააკეთე საქმე. ასე კლავ გაორებას. აშიმშილებ ამ ხმებს იმით, რომ უარს ამბობ მათზე შენი ყურადღების დახარჯვაზე. ფაზა მეორე. კომფორტული ტანჯვა. აი ბნელი სიმართლე, რომელმაც შეიძლება გადგინოს. არ ხარ ბედნიერი, რადგან ხრმა ქვეცნობიერ დონეზე არ გინდა რომ იყო. დამოკიდებული ხარ საკუთარ ტანჯვაზე. ეს გიჟურა ჯრერს. რატომ აერჩიოდა ვინმე ტკივილს? რატომ აერჩიოდა ვინმე რომ იყოს უფულო, მარტოსული ან ფორმიდან ამოვარდნილი? იმიტომ რომ ტანჯვა უსაფრთხოა. იმიტომ რომ ტანჯვა ნაცნობია. იმიტომ რომ სანამ შენივე ცხოვრების ხარბლი ხარ, არ გიწევს მასზე პასუხისგებლობის აღება. ვიქტორ ფრანკომ, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა, აღმოაჩინა, რომ ადამიანის ბოლო თავისუფლება არის უნარი, აერჩიოს საკუთარი დამოკიდებულება ნებისმიერ მოცემულ ვითარებაში. მაგრამ ადამიანების უმეტესობა უარყოფს ამ თავისუფლებას. თავისუფლება საშინელია. თავისუფლება ნიშნავს, რომ აღარავინ დაგჭა დასადანაშაულებელი. თუ აღიარებ, რომ შენ ხარ შენივე უბედურების არქიტექტორი, მაშინ უნდა აღიარო, რომ ცხოვრების წლები დახარჯეთ ციხის აშენებაში და საკუთარი თავის შიგნით ჩაკეტვაში. ეს გაცნობიერება იმდენად მტკივნეულია, რომ შენი ეგო სასიკვდილოდ იბრძოლობს მის თავიდან ასაცილებლად. ამიტომაც აწყობ თვით საბოტაჟს. ამიტომ იწყებ ჩხუბს პარტნიორთან, როცა ყველაფერი კარგად მიდის. ამიტომ ხარჯავ ფულს, რომელიც არ გაქვს, როცა საბოლოოდ იწყებ დაზოგვას. ამიტომაც იწყებ გაუმაძღრად ჯამას იმ წამს, როცა სარკეში პრესის კუნთებში ამჩნევ. შენ მიზანმიმართულად ურტყამ შენს ზედა ზღვარს. გეი ჰენდრიქსი ამ ფენომენს თერმოსტატს ადარებს. გაქვს წინასწარ დაკანებული ნიშნული იმისა, თუ რამდენი ბედნიერება, სიმდიდრე და სიყვარული გჯერა რომ გეკუთვნის. თქვა ცხენი თერმოსტატი დაკანებულია 70 გრადუსზე. თუ შენი ცხოვრება მართლა კარგად წავიდა, დაგაწინაურეს, შეგიყვარდა და ტემპერატურა 80 გრადუსს მიაღწევს, შენი შინაგანი განგაში ირთვება. ეს ზედმეტად კარგია. ეს მე არ ვარ. რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ასე რომ შენ ქვეცნობიერად რთავ კონდიციონერს, ქმნი კრიზისს, ანგრევ სიმშვიდეს, რათა ტემპერატურა ისევ ნაცნობ 70 გრადუსზე ჩამოიყვანო. უბრუნდები უბედურების იმ საბაზისო ხაზს, რომელიც სახლივით გეჩვენება. შენ უნდა გატეხო ეს თერმოსტატი, მზად უნდა იყო, იგრძნო ის შფოთვა, რაც სწორი მიმართულებით სვლას ახლავს თან. როცა ცხოვრება კარგად წავა, იგრძნობს საშინელ სურვილს, რომ ის გააფუჭო. ეს სურვილი შენი ეგოა, რომელიც ცდილობს უსაფრთხოებაში დაგაბრუნოს. ამოიცანი ის. როცა იგებ და გიჩნდება საკუთარი თავის განადგურების სურვილი, ეგ არის ტესტის მომენტი. ეგ არის შენს წინააღმდეგ ბრძოლა. შენი ძველი ვერსია კვდება და ცდილობს შენს თან ჩაგიყოლოს. არ მისცი ამის უფლება. დადეკი შენი წარმატების სიცხეში და უარი თქვი მის გაგრილებაზე. ფაზა მესამე. ფიზიკის კანონი. წინააღმდეგობა. სტივენ პრესფილდმა დაწერა წიგნი ხელოვნების ომი, ერთი კონცეფციის ასახსნელად, რასაც ქვია წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა მეტაფორა არ არის. მას უნდა შეხედო როგორც ბუნების ფიზიკურ ძალას, როგორიცაა გრავიტაცია. წინააღმდეგობას ერთი მიზანი აქვს. ხელი შეგიშალოს საქმის კეთებაში. ხელი შეგიშალოს ევოლუციაში, ქვედა საფეხურიდან ზედა საფეხურზე გადასვლაში. და აი ფიზიკის კანონი, რომელიც უნდა ისწავლო. წინააღმდეგობა პირდაპირ პროპორციულია დავალების მნიშვნელობისა. თუ გინდა Netflix-ს უყურო, გძნობ ნულოვან წინააღმდეგობას. თუ გინდა ხაჭაპური ან პიცა ჭამო, ისევ ნულოვანი წინააღმდეგობა. მაგრამ თუ გინდა წიგნი დაწერო, თუ გინდა ბიზნესი დაიწყო, თუ გინდა გქონდეს რთული საუბარი, რომელიც ურთიერთობას გადაარჩენს, წინააღმდეგობა იქნება კოლოსალური.
ის იგრძნობა როგორც ფიზიკური სიმძიმე მკერდში. ეს არის კომპასი. ადამიანების უმეტესობა გრძნობს შიშს და ფიქრობს, ეს არ უნდა გავაკეთო, რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს. გამორჩეული ადამიანი, ანუ ეგრეთ წოდებული აუთლაიერი, გრძნობს შიშს და ფიქრობს, ზუსტად ეს არის სწორი გზა. შიში ინდიკატორია. რაც უფრო გეშინია კონკრეტული ქმედების, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს ქმედება შენი ევოლუციისთვის. წინააღმდეგობა ცდილობს გაგაჩეროს, რადგან მან იცის, რომ ეს ქმედება მოკლავს ძველ შენს. უნდა შემოაბრუნო შენი დამოკიდებულება ამ გრძნობის მიმართ. მოყვარულები ელიან როდის გაივლის შიში, ელიან შთაგონებას. ელიან როდის იგრძნობენ თავს მზად. პროფესიონალებმა იციან, რომ შიში არასოდეს ქრება. შიში თავად არის საწვავი. დევიდ გოგინსი საუბრობს გუბერნატორის, ანუ ლიმიტატორის კონცეფციაზე. შენს ტვინს აქვს შემზღუდველი. როგორც მანქანის ძრავს, რომელიც ზღუდავს შენ სიჩქარეს. ის გაჩერებს შენი პოტენციალის 40%-ზე, რათა თავიდან აგაცილოს საკუთარი თავის დაზიანება. როცა გრძნობ ტკივილს, როცა გრძნობ მეტი აღარ შემიძლია, შენ რეალურად მხოლოდ 40%-ზე ხარ. წინააღმდეგობა სწორედ ეს შემზღუდველია. ბრძოლა შენს წინააღმდეგ არის ბრძოლა ამ 40%-ის გადასალახად. როცა შენი ტვინი კივის, გაჩერდი. ეს წითელი შუქი არ არის, ეს ყვითელი შუქია. ეს ნიშნავს, გააგრძელე სიფრთხილით, მაგრამ გააგრძელე. დაიწყე წინააღმდეგობის ყურება როგორც ცალკეული სუბიექტის. როცა იღვიძებ და მუშაობა არ გინდა თქვი, გამარჯობა წინააღმდეგობაო, ხედავ დღეს ადრე გაგიღვიძია. მოახდინე მისი ექსტერნალიზაცია. აქციე ის მოწინააღმდეგეთ. შენ ვერ ებრძვი ჩრდილს, მაგრამ თუ მას სახელს დაარქმევ, თუ მას ფორმას მისცემ, შეგიძლია სახეში დაარტყა. ყოველ დღე როცა საქმეს აკეთებ წინააღმდეგობის მიუხედავად, შენ უშვებ დარტყმას. შენ ხელახლა აყალიბებ ნეირონულ კავშირებს. შენ ასწავლი მხეთს, რომ ის აღარ არის უფროსი. ფაზა მეოთხე. ჩრდილის ინტეგრაცია. კარლ იუნგმა შემოიტანა ჩრდილის ცნება, შენი პიროვნების ბნელი, რეპრესირებული მხარე, შენი ის ნაწილები, რომლებისაც გრცხვენია, შენი აგრესია, შენი სიხარბე, შენი სისასტიკე, შენი უცნაური ფანტაზიები. საზოგადოება გეუბნება, რომ დამალო ჩრდილი, იყო კარგი ბიჭი ან გოგო, იყო ზრდილობიანი, სწორედ ამიტომ ხარ სუსტი. ადამიანი, რომელსაც არ აქვს ბოროტების ჩადენის უნარი, არ არის კარგი, ის უბრალოდ უწყინარია. და უწყინარ ადამიანებს არ ძალუძთ საკუთარი თავის ან სამყაროს დაპყრობა. ჯორდან პიტერსონმა ცნობილ ფრაზაში თქვა, შენ უნდა იყო ურჩხული და შემდეგ უნდა იყო ცივილიზებული ურჩხული. ბრძოლა შენს წინააღმდეგ ურჩხულის მოკლაზე არ არის. ის არის მის მარხილზე მიბმასა და იძულებაზე რომ გატაროს. გამოფიტული ხარ იმიტომ, რომ მთელ ენერგიას შენი ბნელი მხარის ჩახშობაზე ხარჯავ. წმინდანობა გინდა. შეწყვიტე. აღიარე, რომ გაქვს ბნელი მხარე. გაქვს ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გაქვს დომინანტობისკენ სწრაფვა, გაქვს ბრაზი. თუ მას რეპრესიას გაუკეთებ, ის გამოვა როგორც პასიური აგრესია, ბოღმა და თვითსაბოტაჟი. თუ მას ინტეგრაციას გაუკეთებ, ის საწვავი გახდება. გამოიყენე შენი ბრაზი. როცა შინაგან ომს აწარმოებ, ნუ ეცდები იყო შეგნებული და ნაზი. გაბრაზდი საკუთარ საშუალოებაზე. ჩაიხედე სარკეში და გაცოფდი გაფლანგულ პოტენციალზე. ბრაზი მაღალი ენერგიის მდგომარეობაა, აპათია დაბალი ენერგიის. ბრაზიდან მოქმედება შეგიძლია, აპათიიდან არა. დადე კონტრაქტი შენს ჭდილთან. მე მოგცემ იმას, რაც გინდა: სტატუსს, ძალაუფლებას, რესურსებს, მაგრამ შენ ამისთვის უნდა იმუშაო. ჩვენ ამას არ მოვიპაროთ, ჩვენ არ გამოვიყენებთ манипуляციას, ჩვენ ამას ავაშენებთ. მოიხელთე აიდის აგრესია და მიმართე ის ეგოს დისციპლინის გავლით. ამას სუბლიმაცია ქვია. ეს არის ბაზური იმპულსების ოქროდ გადაქცევის ალქიმია. ისტორიაში ყველაზე წარმატებული ადამიანები არ იყვნენ კარგი ბიჭები და გოგოები. ისინი იყვნენ საშიშები, რომლებსაც თავიანთი საშიშროება კონტროლის ქვეშ ჰყავდათ. იყავი საშიში შენივე საბაბებისთვის, იყავი დაუნდობელი შენივე სისუსტეების მიმართ. როცა ის ხმა გეუბნება შეისვენე, შენ გჭირდება ურჩხულმა გაიღვიძოს და თქვას არა. დალადობრივ ომს მშვიდობიანი გონებით ვერ მოიგებ და შეცდომა არ დაუშვა. ბრძოლა შენი პოტენციალისთვის ძალადობრივია. ეს ძველი მეს სასაკლაოა. ფაზა მეხუთე. მოკალი იმედი. არის შხამი, რომელსაც ყოველ დღეს ვამ. გემოზე ტკბილია, მაგრამ ორგანოებს გილბობს. ეს შხამი არის იმედი. შენ იმედი გაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. იმედი გაქვს, რომ ხვალ მოტივირებული იქნები. იმედი გაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება. იმედი გაქვს, რომ ის დაბრუნდება.
იმედი მათხოვრის სტრატეგიაა. იმედი პასიური მდგომარეობაა. ის ვარაუდობს, რომ გარე ძალა მოვა და გადაგარჩენს. ვიმედოვნებ, მოვიგებ. არა. ომში შენს წინააღმდეგ იმედი ღალატია. მარკუს ავრელიუსს, რომის იმპერატორს, არ ჰქონდა იმედი, რომ გერმანიკული ტომები თავისით წავიდოდნენ. მან ლეგიონები ჩრდილოეთით დაძრა და წლების განმავლობაში აწარმოებდა ომს ტალახსა და ყინულოვან წვიმაში. მან დაწერა ფიქრები, არა როგორც მშვიდობის წიგნი, არამედ როგორც სახამძღვანელო კოშმარში, საღი აზრის შესანარჩუნებლად. მან ჩამოიშორა იმედის დელუზია. ამბიცია ნიშნავს შენი კეთილდღეობის მიბმას იმაზე, რასაც სხვა ადამიანები ამბობენ ან აკეთებენ. საკუთარი თავის სიბრალული ნიშნავს მის მიბმას იმაზე, რაც შენ თავს ხდება. საღი აზრი ნიშნავს მის მიბმას შენს საკუთარ ქმედებებზე. შენ უნდა მოკლა შენი ის ნაწილი, რომელიც მხსნელს ელოდება. არავინ მოდის, მოდავინ გაგაღვიძებს, არავინ გაიძულებს სპორტდარბაზში დაწესვლას. არავინ დაგიწერს ბიზნეს გეგმას. თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი არ მოვა. მომგებიანი ლატარიის ბილეთი არ გათამაშდება შენთვის. სამაშველო რაზმი შენ თავად ხარ. ეს გაცნობიერება იწვევს ეგზისტენციალური შიშის სპეციფიკურ ტიპს. ეს არის აბსოლუტური პასუხისგებლობის თავბრუსხვევა. თუ შენი ცხოვრება ნაგავია, ეს შენი ნაგავია. თუ მარტო ხარ, ეს შენი ნახელავია. თუ სუსტი ხარ, ეს შენი არჩევანია. ეს გთქივა დაგწვავს, ძალიანაც კარგი. მიეცი უფლება დაგწვას, იმიტომ რომ ამ გაცნობიერების ცეცხლი მოწვავს მსხვერპლად ყოფნის ჭრილობას. როგორც კი მიიღებ, რომ პრობლემა შენ ხარ, მაშინვე გააცნობიერებ, რომ გამოსავალიც შენ ხარ. სანამ პრობლემა იქითაა, შენ უძლური ხარ. თუ პრობლემა აქეთაა, შენ ოვლის შემძლე ხარ. შეწყვიტე იმედი, დაიწყე შესრულება. შეცვალე სიტყვა იმედი, სიტყვით განზრახვა. მე არ ვიმედოვნებ, რომ ადრე ავდგები. მე განვიზრახავ ამას. მე არ ვიმედოვნებ, რომ პროექტს დავასრულებ. მე განვიზრახავ ამას. განზრახვა ცვლის ტვინის ფიზიოლოგიას. განზრახვა ხიძდებს ფიქრსა და ქმედებას შორის. იმედი კი აფართოებს ამ უბსკრულს. მოკალი იმედიანი. დაბადე სტრატეგი. ფაზა მე-6. ეგოს დამორჩილება. რაიან ჰოლიდეიმ დაწერა. ეგო არის მტერი და ბევრ კონტექსტში ის მართალია. მაგრამ ომში შენს წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ნიუანსები. უკონტროლო ეგო მტერია. ის გაფიქრებინებს, რომ იმაზე უკეთესი ხარ ვიდრე რეალურად, ამიტომ აღარ ვარჯიშობ. ის გაფიქრებინებს, რომ ზედმეტად მაგარი ხარ ცრილმანი საქმისთვის, მაგრამ სრულად გამქრალი ეგოც უსარგებლოა. შენ გჭირდება ეგო, რომ ლოგინიდან ადგე. გჭირდება ეგო, რომ დაიჯერო, შეუძლებლის დაპყრობა შეგიძლია. ფოკუსი ეგოს მოკლა კი არა, მისი დამორჩილებაა. შენ უნდა გამიჯნო ვალიდაციის ეგო და შესრულების, ანუ performance ეგო. ვალიდაციის ეგო კითხულობს: მოვწონ ვარ მათ, მაგარი ვჩანვარ, გამორჩეული ვარ. ეს სისუსტეა. ეს შენი ის ნაწილია, რომელიც იმსხრევა, როცა ნეგატიურ კომენტარს იღებ. ეს შენი ის ნაწილია, რომელიც ნებდება, როცა შექება არ ისმის. მოკალი ეს ნაწილი. ეს არის პარაზიტი, რომელიც ცხოვრების აზრით იკვებება. შესრულების ეგო კი აცხადებს: მე მაქვს უნარი ამაში დავოსტატდე. მე ჩემს თავს უწესებს სტანდარტ, რომელიც იმაზე მაღალია, ვიდრე ვინმეს ოდესმე მოუთხოვია. ეს არის ძალა. შენ გჭირდება საკმარისი კედმაღლობა, რომ დაიჯერო შენი სიდიადე და საკმარისი თავდაბლობა, რომ იცოდე, ჯერ იქ არ ხარ. ეს არის გამორჩეულის პარადოქსი. შენ უნდა ჩაიხედო სარკეში და იფიქრო: მე ვარ აბსოლუტურად საუკეთესო. და ამავდროულად, მე ვარ ნაგვის ნაგლეჯი, რომელსაც მეტი მუშაობა სჭირდება. გეჭიროს ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ფიქრი ერთდროულად. მე ვარ საუკეთესო, გიცავს სამყაროს ეჭვებისგან. მე მეტი უნდა ვიმუშაო, გიცავს თვითმაყოფილებისგან. თუ მხოლოდ პირველი გაქვს, ხდები დელუზიური ნარცისი. თუ მხოლოდ მეორე გაქვს, ხდები დეპრესიული დამარცხებული. გააერთიანე ისინი. მე ვარ მეფე, მაგრამ შრომობ როგორც გლეხი. ეს არის გამარჯვებულის შინაგანი დინამიკა. შენ ეპყრობი საკუთარ თავს პატივისცემით, მაგრამ მართავ შენს თავს დაუნდობელი მოთხოვნებით. არ მისცე შენს ეგოს მანქანის მართვის უფლება, მაგრამ დასვი ის მგზავრის სავარძელში და მიეცი რუკის წაკითხვის საშუალება. დაეგითხრა სად მიდიხარ, მაგრამ არ მისცე საჭესთან შეხების უფლება. ფაზა მე-7. მემენტო მორი. უზენაესი მსაჯი ომში შენს წინააღმდეგ არის დრო.
და დრო ნეიტრალური არ არის. დრო არის მტაცებელი, რომელიც დაგდევს. ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ისე, თითქოს უსასრულო დრო აქვთ. ეს არის მხეცის ყველაზე დიდი ტყუილი. მხეცი გეუბნება, ხვალაც არის დღე, მომავალ წელს დაიწყებ, ჯერ ისევ ახალგაზრდა ხარ. სენეკა 2000 წლის წინ წერდა სიცოცხლის სიმოკლეზე. ის ამბობდა, ის კი არ არის, რომ საცხოვრებლად ცოტა დრო გვაქვს, არამედ ის, რომ მის დიდ ნაწილს ფლანგავთ. ჩვენ ყოველდღე გვდებით. ყოველი დღე, რომელსაც საკუთარ თავთან ბრძოლაში კარგავ, არის დღე, რომელიც შენ საერთო ჯამს გამოაგლდა. შენ დროს კი არ ხარჯავ, შენ შენს სიცოცხლეს ხარჯავ. შინაგანი ომის მოსაგებად შენი საკუთარი მოკდაობა იარაღად უნდა აქციო. ეს არის memento mori. გახსოვდეს, რომ უნდა მოგვდე. ეს მორბიდული, ანუ შაუბნელი არ არის, არამედ გამანათლებელია. როცა აცნობიერებ, რომ შენი სიკვდილი მუდმივი სიჩქარით კი ახლოვდება, ცვრილმანი შინაგანი კონფლიქტები მნიშვნელობას კარგავს. მართლა გააქვს დრო კომპლექსებისთვის. მართლა გააქვს დრო იდარდო, რას ფიქრობს ხალხი. მართლა გააქვს დრო პროკრასტინაციისთვის. არა, არ გაქვს. წარმოიდგინე, რომ სასიკვდილო სარეცელზე ხარ, 90 წლის ხარ, ბოლოს უნთქვასირებ და შენი საწოლის გარშემო დგანან იმ იდეების, ოცნებების და შესაძლებლობების აჩრდილები, რომლებიც შენ მოგეცა, მაგრამ არასოდეს განგიხორციელებია. ისინი დგანან იქ და გიყურებენ გაბრაზებული თვალებით. ისინი ამბობენ, ჩვენ შენთან მოვედით, მხოლოდ შენ შეგეძლო ჩვენთვის სიცოცხლე მოგეცა და ახლა ჩვენ შენთან ერთად სამუდამოდ უნდა მოვკვდეთ. აი ეგ არის კოშმარი. ეგ არის ის ჯოჯოხეთი, რაზეც თეოლოგები საუბრობენ. ჯოჯოხეთი ცეცხლი და კუპრი არ არის. ჯოჯოხეთი არის შეხვედრა შენს იმ ვერსიასთან, როგორიც შეგეძლო ყოფილიყავი და იმის გაცნობიერება, რომ უცხოები ხართ. იო. დამოიყენე ეს შიში. შიში ძლიერი მოტივატორია, მაგრამ მარცხის შიში სუსტია. სინანულის შიში არის უზენაესი იარაღი. როცა საკუთარ თავს ეკამათები საქმის კეთებაზე, გადაახვიე ბოლოში, შეხედე საფლავს. კითხე შენს თავს. დღეს რომ მქონდეს ბოლო შანსი ამ ნაბიჯის გადასატყმელად, გადავდგამდი. პასუხი ყოველთვის არის კი. ხო და გააკეთე. იცხოვრე ისეთი გადაუდებლობით, როგორც ადამიანმა, რომელსაც თავზე იარაღი აქვს მიდებული, იმიტომ რომ იარაღი რეალურია. უბრალოდ ჩახმახს დროის ნელი ხწნა აჯერს ხელს. არ მისცე კომფორტის რბილ ხმას უფლება დაგარწმუნოს საშუალოობის საფლავში ჩაწოლაზე. ფაზა მერვე. ანტი-მეს შექმნა. როგორ ვაქციოთ ეს ყველაფერი ოპერატიულად? როგორ მოვიგოთ ბრძოლა ყოველდღიურად? შენ უნდა შექმნა ანტი-მე. თუ შენი ამჟამინდელი მე ზარმაცია, შფოთიანი და გაფანტულია, უბრალოდ მეტი მცდელობა არ უშველის. შენ უნდა ააგო პერსონაჟი, რომელიც ამის საპირისპიროა. ბიონსემ შექმნა Sasha Fierce, რათა სცენაზე გამოსულიყო. დევიდ გოგინსმა შექმნა გოგინს, რათა გაენადგურებინა დევიდი. კობი ბრაიენტმა შექმნა Black Mamba. ეს შიზოფრენია არ არის, ეს სტრატეგია. განსაზღვრე მტერი, ჩამოწერე წაგებულის თვისებები. შენს, დიდხანს ძინავს, ის სკროლავს TikTok-ს 2 საათი, ითხოვს სხვების მოწონებას, ჯამს ნაგავს. ახლა შემოაბრუნე. შექმენი გამარჯვებული შენ, რომელიც იღვიძებს დილის 4 საათზე, ქმნის და არ მოიხმარს, მას ფეხებზე კიდია სხვების აზრი. ის თავის ხელს მანქანასავით ეფორობა. როცა იგრძნობ, რომ კონფლიქტი იწყება, კითხე შენს თავს. რას იზამდა ანტი-მე? და შემდეგ შეაბიჯე ამ ავატარში. ეს მსახიობობაა. გაითამაშე იქამდე, სანამ ის არ გახდები. როცა სატრენაჟერო ტანსაცმელს იცვამ, შენ იცვამ ანტი-მეს კოსტუმს. როცა სამუშაო მაგიდასთან ჯდები, შენ შედიხარ არქიტექტორის როლში. ფსიქოლოგიაში არსებობს კონცეფცია შემოსილი კოგნიცია, ანუ enclosed cognition. ეს ნიშნავს, რომ რასაც იცვამ, ცვლის იმას თუ როგორ ფიქრობ. თუ პიჟამაში ვჩები, ფიქრობ როგორც მძინარე. თუ იცვამ როგორც მკვლელი, ფიქრობ როგორც მკვლელი. მოაწყე შენი გარემო ისე, რომ ტრიგერი მისცეს ანტი-მეს. არ ენდო შენს ნებისყოფას. ნებისყოფა ელემენტია და ის მალე ჯდება. ენდე შენს იდენტობას. იდენტობა მუდმივია. შენ არ გიწევ საკუთარი თავის იძულება, იყო ის, ვინც ხარ. შეცვალე იდენტობა, ცდილობ მოწევას თავი დავანებოდან, მე არ ვარ მწეველიმდე. შეცვალე, ცდილობ ვირბინოდან, მე მორბენალი ვარმდე. ბრძოლა მთავრდება მაშინ, როცა იდენტობა იცვლება. ფაზა მეცხრე. ორგვარი სიმშვიდე. ამ ცხოვრებაში არსებობს ორი სახის სიმშვიდე, რომლის პოვნაც შეგიძლია. ერთი არის დანებების სიმშვიდე.
ეს არის როდესაც ვქვათ შინაგა ნომს, იმიტომ რომ დანებდი. მიეცი უფლება მხეთს, მოეგო. მიეცი უფლება კომფორტს, მოეგო. ზიხარ დივანზე, გაბრუებული, გარყინული და მშვიდად ხარ. მაგრამ ეს სასაფლაოს სიმშვიდეა. ეს იმ სულის სიჩუმეა, რომელიც უკვე მოკვდა. ეს მბრუნავი, ლპობადი სიმშვიდეა. მეორე არის გამარჯვებული სიმშვიდე. ეს არის ის სიმშვიდე, რომელსაც გრძნობ, როცა იბრძოლე ომში, ამოხოცე დემონები და დგა ხარ შენივე გონების ცენტრში, როგორც უდავო მეფე. ეს არის ბაღის სიმშვიდე. ეს არის კულტივირებული სიმშვიდე. მას მუდმივი მოვლა სჭირდება. სარეველების მოგლეჯა სჭირდება. კარიბჭის დაცვა სჭირდება. მაგრამ ის ცოცხალია. ის პულსირებს. შენს წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება. მას ერთხელ ვერ მოიგებ და პენსიაზე ვერ გახვა. შენ ის ყოველ დილით უნდა მოიგო. იმ წამს, როცა თვალებს გაახელ, ზარი ირეკება, მხეცი გელოდება, მსაჯული გელოდება. ისინი მზად არიან ძირს დაგკაჩონ. ხარ თუ არა მზად, რომ ზემოთ ამოკაჩო ისინი? ამ ბრძოლის მოგება ყველაფრის მოგებაა. თუ შეგიძლია საკუთარი იმპულსების დაფრობა, ნებისმიერ ბაზარს დაიფრობ. თუ შეგიძლია საკუთარი შიშის დაფრობა, ნებისმიერ მტერს დაიფრობ. თუ შეგიძლია საკუთარი ვალიდაციის მოთხოვნილების დაფრობა, ნებისმიერ მოლაპარაკებას მოიგებ. სამყარო რბილია, სამყარო გაფანტულია. სამყარო საკუთარ თავს ებრძვის და აგებს. თუ შენ ხარ ის ერთი ადამიანი, რომელმაც შეწყვიტა საკუთარ თავთან ბრძოლა და დაიწყო საკუთარი თავის მართვა, შენ ამ სამყაროში გაივლი ისე, როგორც ცხელი დანა კარაქში. არ არსებობს კონკურენცია იმ ადამიანისთვის, რომელმაც უკვე დაამარცხა სარკე. ომი დაწყებულია. მტერი ზუსტად ახლა შენთან ერთად არის ოთახში. ის შენთან ერთად უსმენს ამ ვიდეოს. ის გეუბნება. კარგი ვიდეოა. ხვალიდან დავიწყოთ. მიუბრუნდი მას. ჩახედე თვალებში და უთხარი. არა, ჩვენ ვიწყებთ ეხლა. მაგრამ ფრთხილად იყავი. როცა დაიწყებ ამ ომის მოგებას, როცა დაიწყებ ძველი მეს მოგვას, რაღაც შემაშფოთებელს შეამჩნიო. შენ გარშემომყოფ ადამიანებს აღარ ეკნებათ შენი მოწონება. ისინი გეტყვიან, რომ შეპყრობილი ხარ. გეტყვიან, რომ შეიცვალე. ისინი ეცდებიან უკან, ვედროში ჩაგაბრუნონ. რატომ? იმიტომ, რომ შენი გამარჯვება ნათელს ფენს მათ დამარცხებას. შენი თვითკონტროლი ახსენებს მათ საკუთარ მონობას. შენ მოგიწევს არჩევანის გაკეთება. გინდა რომ მონებს უყვარდე, თუ გინდა რომ თავისუფლებს ეშინოდეთ შენი. თუ ჯერ კიდევ აქ ხარ, შენ არ ხარ სხვებივით. გამოიწერე ფიორი, თუ ჯერ არ გამოგიწერია. შენ გამბლოკავ ექსკლუზიურ არაცენზურირებულ ვიდეოებს, რომლებიც ადამიანის ფსიქიკის ყველაზე ღრმა ნაწილებში იჭრება. უმეტესობა ამას არ იზამს. სწორედ ეგ არის მთავარი. შეგხვდები ჩრდილში.